კარგი, ეს საკმაოდ დიდი დებატი იქნება სვასტიკები, ისლამური სახელმწიფოს, ჰეზბოლას, ჰამასის დროშები. ეს მხოლოდ რამდენიმე საკამათო სიმბოლოა, რომელსაც ამერიკის ქუჩებში და მთელ მსოფლიოში ვხედავთ. მაგრამ ნამდვილად ყველა ეს სიმბოლო დაცულია აშშ-ის პირველი შესწორებით და შეუძლია თუ არა და უნდა გააკეთოს ასე შეშომ მეტი სიძულვილის სიმბოლოების ჩვენების წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენს დებატებში დღეს შემოგვიერთდა დოვ ჰაიკინდი, ამერიკელები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დამფუძნებელი, პროფესორი იაკობ მეკჰონგამა, თავისუფალი სიტყვის მომავლის აღმასრულებელი დირექტორი და ვანდერბილტის უნივერსიტეტის კვლევითი პროფესორი, ასევე i24 News-ის უფროსი კორესპონდენტი ოვენ ალტერმანი. მოგესალმებით ყველას. მაგრამ სანამ დებატებს დავიწყებთ, მოდით ზოგად ინფორმაციას გავეცნოთ. შეერთებულ შტატებში სიმბოლოები, როგორიცაა სვასტიკა ან ISIS-ის დროშა, როგორც წესი დაცულია პირველი შესწორებით. კანონი, როგორც წესი, დროშის, ნიშნის ან სიმბოლოს გამოფენას გამოხატვის ფორმად მიიჩნევს. თუნდაც ეს გზამილი ფართოდ ითვლებოდეს სიძულვილის შემცველად, შეურაცხყოფელად ან ექსტრემისტულად. უმეტეს შემთხვევაში მთავრობას არ შეუძლია აკრძალოს ეს გამოხატვა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეთანხმება გადმოცემულ შეხედულებას. თუმცა პირველი შესწორების დაცვა აბსოლუტური არ არის. გამოფენა შეიძლება უკანონო გახდეს, თუ ის წარმოადგენს რეალური მუქარის ან მიზანმიმართული დაშინების ნაწილს, მოახლოებული ძალადობის წაქეზებას ან ტერორისტული ორგანიზაციისთვის დანაშაულებრივ მხარდაჭერას. ხელისუფლებას ასევე შეუძლია განახორციელოს ნეიტრალური წესების აღსრულება, რომლებიც ეხება ნებართვებს, უნებართო შეჭრას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და კერძო საკუთრების გამოყენებას. ეს წესები, როგორც წესი, ყველა ჯგუფზე უნდა ვრცელდებოდეს და არა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ან იდეოლოგიური გზავნილის წინააღმდეგ იყოს მიმართული. სიტყვის თავისუფლების ფართო დაცვის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მთავრობისთვის გარკვეული სიმბოლოების აკრძალვის უფლებამოსილების მინიჭებამ შესაძლოა საბოლოოდ სხვა სახის სადავო გამოხატვაზეც იქონიოს გავლენა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი სიმბოლო იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ძალადობასთან, დევნასა და ტერორიზმთან, რომ მათი გამოჩენა რეალურ ზიანს იწვევს. თუნდაც პირდაპირი მუქარის გარეშე. სიტყვის თავისუფლების დაცვა გულისხმობს სიძულვილის სიმბოლოების დაცვასაც. კარგი, ეხლა ძადვართ დავიწყოთ ჩვენი დებატი. კიდევ ერთხელ ჩვენთან არიან დოვი, პროფესორი იაკობი და ოვენ ალტმანი. დავიწყებთ დოვით. პირველ კითხვაზე თითოეულ თქვენგანს ექნება 30 წამი პასუხისთვის, სანამ დებატის სხვა ფენებში გადავალთ. ასე რომ, პირველი კითხვა, 30 წამი სიტყვის თავისუფლების დაცვა გულისხმობს სიძულვილის სიმბოლოების დაცვასაც? დოვი. ამ ქვეყანაში პასუხი აშკარად დიახ არის და მე პრობლემა არ მაქვს ამასთან. მიუხედავად იმისა, რომ ძულს ზოგიერთი ეს სიმბოლო, მაგრამ მეორე მხრივ თავრობას აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას ყველა მოქალაქე, არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იმ საშინელ დროშებს, ან ამბობენ ისეთ რაღაცებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა ადამიანების მიმართ, ასე რომ მე ვუწერ მხარს, არ მინდა რაიმე გავაკეთო. ეს არის ის, რაც ამერიკას დიცხდის. ეს არის სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ჩვენ უნდა დავაკეთოთ ყველაფერი, რათა თანაბრად დავიცვათ ადამიანები ჩვენ საზოგადოებებში. კარგი, ახლა დავაგრძელებთ. ეს იყო 30 წამი. პროფესორ ჯეიკობ, რას ფიქრობთ ამაზე? სრულად ვეთანხმები ამ მოსაზრებებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ებრაული ჯგუფები ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ სიძულვილის ენის კანონების დაბლოკვაში ამერიკაში, რადგან მათ გააცნობიერეს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვები უმრავლესობების მიერ მიიღება და ხორციელდება. ამიტომ თუ შენ უმცირესობაში ხარ, ყოველთვის მხოლოდ ერთი პოლიტიკური უმრავლესობის დაშორებით ხარ იმისგან, რომ ასეთი კანონების სარგებლის ნაცვლად მათი სამიზნე გახდე. ასევე მართალია, რომ მთავრობებმა რა თქმა უნდა დაიცვან მოქალაქეები მუქარისგან, წაქეზებისგან, დაშინებისგან და ეს სრულად შეესაბამება პირველი შესწორებით უზრუნველყოფილ ძლიერ და მტკიცე დაცვას, რომელიც მოქმედებს შეერთებულ შტატებში. კარგი, ოკეი. ემილი, აშშ-ის კონსტიტუციის ბევრი ნაწილი პრობლემურია. სენატი, რომელიც კალიფორნიას და ვაიომინგს ერთნაირ ადგილებს აძლევს, საარჩევნო კოლეგია, ფილიბასტერი, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონები, მაგრამ პირველი შესწორება მათ შორის არ არის. ის უნიკალურია შეერთებულ შტატებში. ევროპულ ქვეყნებს, ისრაელსაც კი სრულიად განსხვავებული წესები აქვს სიტყვის თავისუფლებაზე, მათ შორის სიძულვილის ენაზე. მაგრამ როგორც ჩვენს პირველ ორ სტუმართან ერთად მოვისმინეთ და როგორც ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა დაახლოებით 100 წლის წინ თქვა, პირველი შესწორება სწორედ სიძულვილის აზრის დაცვას ემსახურება. ანუ არაპოპულარული და სიძულვილის შემცველი გამოხატვაც დაცულია პირველი შესწორებით. ეს უნდა იყოს დაცული როგორც კანონით, ასევე სულისკვეთებით. ჯოს ანგარიშის ზღვარზეა. ისინი ცდილობენ ამ სიტყვების წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგადად ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას. კარგი, ასე რომ ეს აშკარად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ეხლა, როცა ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს აშკარად ახალ მნიშვნელობას ძენს ასეთ საკითხებს. ასე რომ კითხვა, სიძულვილის სიმბოლოს ჩვენება უბრალოდ პოლიტიკური გამოხატულებაა თუ შეიძლება თვითონვე იყოს დაშინების ფორმა, დოვი?
გამარჯობა. ეჭვი არ არის, რომ ამ ქვეყანაში ქუჩებში ბევრი რამ ხდება სიძულვილის სიმბოლოებით. გულისხმობ პირდაპირ იცი ირანისა და ჰეზბოლას მხარდამჭერი დროშებით. რა თქმა უნდა, ესენი სიძულვილის სუქთა სიმბოლოებია და მიზნად ისახავს დაშინებას. ეს არის საშინელება, რაც ქვეყანაში ხდება. მაგრამ მონეტის მეორე მხარეც არსებობს და სამწუხაროდ ეს არ კეთდება. ამ ქვეყანაში ებრაული საზოგადოების შიგნით შიშია. საზოგადოებაში საუბრობენ იმაზე, აქვს თუ არა ებრაელებს მომავალი ამერიკაში. ეს საშინელება. როგორ არის შესაძლებელი, რომ ეს არის ის, რასაც ხალხი ამბობს, როცა ისინი სხედან თავიანთ მაგიდასთან, შაბათის მაგიდასთან და ასე შემდეგ. ასე რომ, იცით, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომ ამ პრობლემას მივხედოთ. ამჟამად ეს ეფექტურად არ კეთდება. და მე მსურს ვისაუბრო ნიუ-იორკის მერზე, რომელიც სიმბოლოა იმ წაქეზებისა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ხო, მას რას ფიქრობთ, პროფესორო? არსებობს თუ არა ოქროს შუალედი? არის თუ არა რაიმე ნაცრისფერი ზონა? კანონია, მაგრამ არ მგონია დამფუძნებელ მამებს ეგონათ, რომ აქამდე მივიდოდით და ასეთი სიძულვილის ენა ასე მარტივად და ღიად იქნებოდა გავრცელებული. ვითხოვდი, რომ ეს ახალი დისკუსია არ არის. ცხადია, ამერიკის ისტორიაში ბევრი შემთხვევა ყოფილა, როცა რასიზმი მძაფრად გამოვლენილა. იქნება ეს ანტისემიტიზმი თუ შავკანიანების მიმართ რასიზმი, მაგალითად. და არსებობს ძალიან კარგი მიზეზი, რატომაც პირველი შესწორება იცავს სიძულვილის ენასაც კი. მე ტენესიში ვცხოვრობ. თუ 1940-იან წლებში დაუბრუნდებით მემფისში პოლიციის უფროსი შავკანიანების საკუთრებაში მყოფ გაზეთებს ემუქრებოდა და ამბობდა, რომ ისინი სიძულვილის ენას ავრცელებდნენ, რადგან რასობრივ სეგრეგაციას აკრიტიკებდნენ. ასე რომ იგივე ადამიანი, რომელიც იცით, ამბობდა, რომ ისინი სიძულვილის ენას იყენებდნენ, იყო ის ადამიანი, რომელიც სეგრეგაციას ახორციელებდა. მაგრამ ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, შეგვიძლია სიტყვით უპასუხოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვის თავისუფლება პირდაპირ იმისთვის, რომ დაუპირისპირდეთ ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, რასაც ნახავთ, მაგალითად თუ ნეონაცისტების მარშია, კონტრდემონსტრანტები რაოდენობრივად გადააჭარბებენ ნეონაცისტებს. და ეს ბევრად უფრო ძლიერი სიმბოლოა ამერიკული საზოგადოების გამძლეობის, ვიდრე ამ ნეონაცისტებისთვის ყურადღების მიქცევა, მაგალითად მათი დაპატიმრებით და მათ მოწამეებად გადაქცევით. და თუ ევროპას შეხედავთ, ევროპაში სიძულვილის ენის მიმართ კანონები სულ უფრო მკაცრდება, მაგრამ მე არ ვიტყოდი, რომ ევროპაში ებრაელების მდგომარეობა უკეთესია, ან უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ამერიკაში. დიახ. და თქვენ რას ფიქრობთ? მოусმინეთ ემილი, იმის გათვალისწინებით, რაც მოვისმინეთ, საქმე მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებაში არ არის. ისინი კი შეიძლება და უნდა გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე და კონტრაქციებზე. საქმე თავად პოლიტიკურ ლიდერებსაც ეხება. ხშირად არსებობს დაბნეულობა, რომ თითქოს პირველი შესწორება სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ლიდერები უნდა იყვნენ ჩაურევლები. ისინი ნამდვილად არ უნდა ჩაერიონ სიტყვის აკრძალვაში ან რაიმე ზომის მიღებაში მის წინააღმდეგ, რადგან ეს არაკონსტიტუციური იქნებოდა. მაგრამ მათ მაინც შეუძლიათ თავიანთი ტრიბუნა გამოიყენონ და საჯაროდ დაუპირისპირდნენ ასეთ გამოსვლებს. და დაუბრუნდეთ იმას, რასაც დოუ ჰიკინდი ამბობდა ზორან მამდანის შესახებ. მე არ ვარ იმ ბანაკში, რომელიც ფიქრობს, რომ მამდანი თავისთავად ანტისემიტია. მაგრამ ზორან მამდანი ხშირად ექცევა ებრაელ ნიუ-იორკელებს როგორც თავის ვასალებს. რას ამბობს ის? ფაქტობრივად ამბობს, ჩვენ დაგიცავთ. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ საკმარისი უსაფრთხოება იყოს თქვენი დასაცავად. ეს საკმარისი არ არის. მხოლოდ იმის თქმა, რომ ჩვენ დაგიცავთ, არ არის საკმარისი. თქვენ ფაქტობრივად ჩემი ვასალები ხართ და ჩვენ დაგიცავთ. მას თავად უნდა გამოჩნდეს და დაგმოს ანტისემიტური განცხადებები. თუნდაც ეს იყოს განცხადება, რომელიც ანტიისრაელურ განცხადებადაა შენიღბული, მართალია რომ ყველა ანტიისრაელური განცხადება არ არის ანტისემიტური, ამას ვეთანხმები, მაგრამ ის შეიძლება მეც აკეთებდეს იმისთვის, რომ დოუ ჰეიკინდი და ნიუ-იორკის 5 ბაროში მცხოვრები მილიონი ებრაელი უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ეს შეესაბამება პირველი შესწორების პრინციპებს. ეს კიდევაც კი შეესაბამება მის მკაცრ ანტიისრაელურ პოზიციებს. მან საკმარისი არ გააკეთა. შემიძლია უბრალოდ თქვა პროფესორთან დაკავშირებით. ამერიკაში არასოდეს ქონია ისეთი რამ, როგორიც დღეს გვაქვს წერტილი. ეს სრულიად განსხვავებულია ყველაფრისგან, რაც აქამდე ყოფილა. და კონკრეტულად მამდანის შესახებ ოფიუმმა გუბერნატორმა დევიდ პატერსონმა და მე წერილი გაუგზავნეთ გენერალურ პროკურორს. ამდენიმე დღის წინ ნახევარი საათი ვესაუბრე იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო უფლებების განყოფილების ხელმძღვანელს ჰარმიდ დილანს. თხოვთ გამოძიებას და ნიუ-იორკის მერის მხრიდან სამოქალაქო უფლებების დარღვევასა და წაქეზებაზე რეაგირებას. როცა ნიუ-იორკში ვინმეს დანი დაჭრიან, მერი არ აჯობს დანას ებრაელის სხეულში, მაგრამ ის გარკვეულ დონეზე პასუხისმგებელია და შეპრობილია.
ამით. ჩვენს ქვეყანაში ესეთი რამ არასდროს გვინახავს და ფაქტია, მამდანი კერძო პირი არ არის. წესები არ არის იგივე მერი მამდანისა და სხვა არჩეული პირებისთვის, რომლებიც იძლევენ იმგვარ სიძულვილს, როგორიც ჩვენ არასდროს გვინახავს. ხალხი საუბრობს, არის თუ არა მომავალი ამერიკაში. მე ვფიქრობ, რომ არის, მაგრამ საშიშია რაც ხდება და ამ საკითხში მკაცრები უნდა ვიყოთ. კიდევ ერთი ნაწილი ისაა, რომ ებრაული საზოგადოება უნდა გამაგრდეს. ჩვენც უნდა დავიცვათ საკუთარი თავი. უნდა შევწყვიტოთ ხვეცნა. გულისხმობ, ერთი კვირის წინ, იცი, ებრაული ლიდერები, ეგრეთ წოდებული ებრაული ლიდერები ამბობდნენ რაღაცებს, როგორიცაა, უნდა დავარწმუნოთ მერი, რომ შეამციროს ტონი 10%-ით 20%-ით რას გულისხმობ ტონის შერბილებაში. ჩვენ უნდა ვიყოთ კაცრები, ძლიერები და ამაღლები. და ჩვენ ნამდვილად ასე ვართ. არ არის ლიდერობა, არავინ იცის როგორ მოაგვაროს საქმეები და ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ბოდიში რომ ასე ვამბობ. ჩვენ ღმერთმა იცის რა მოხდება მომავალ კვირას ამერიკაში, ნიუ-იორკში სიძულვილის გამო. ნიუ-იორკის მერის აკვიატება ისრაელზე, სიონიზმზე და ასე შემდეგ. ეს კონტროლს აღარ ექვემდებარება. მართლა ასეა. პროფესორო, თქვენთან დავბრუნდები. სად უნდა გავავლოთ იურიდიული ზღვარი შეურაცხყოფელ სიტყვასა და რეალურ მუქარას შორის, რადგან ეს ზღვარი აშკარად უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება, ვიდრე წარსულ წლებში. არა, მე ვფიქრობ, რომ პირველი შესწორება ძალიან კარგად ავლებს ამ ზღვარს. ასე რომ კიდევ ერთხელ თუ თქვენ ამბობთ რაღაც საშინელს ებრაელებზე, ეს დაცული იქნება. მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება, იცით, დააზიანოთ სინაგოგა, ან შეავიწროვოთ, ან დააშინოთ. ამის წინააღმდეგ არსებობს კანონები. ამის წინააღმდეგ არსებობს კანონები. და ასე რომ ეს კანონები, რა თქმა უნდა ახსრულდეს, მაგრამ ასე არ არის. პირველი შესწორება არ ნიშნავს იმას, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს რეალური ძალადობის, მუქარის, დაშინების ან წაქეზების შემთხვევაში. ამ ხრივ ვფიქრობ, ამერიკული კანონი სწორია და კიდევ ერთხელ, როგორც თქვი, არა მარტო ებრაული ჯგუფები, არამედ ებრაელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც კი ავიარებენ ამ მნიშვნელობას. რაც შეიძლება პარადოქსულადაც კი ჟღერდეს, პრინციპი, რომ ძლიერი და პრინციპული სიტყვის თავისუფლება, თუნდაც სიძულვილის იდეებისთვის, თუნდაც სიძულვილის მქონე ადამიანებისთვის, აუცილებელია ყველა ებრაელისა და არა ებრაელის თანასწორი დაცვისთვის. ყველა ამერიკელისთვის, ფაქტობრივად. დიახ, და რა ვქნათ, მოდი ისე ვილაპარაკოთ, როგორც ვამბობდით პოლიტიკოსების პასუხისგებლობაზე. რა თქმა უნდა, პირველი შესწორება არის პირველი შესწორება, მაგრამ არ უნდა იყოს ვინმე, ვინც მოციფულად მოიქცევა და შემოგთავაზოს საღი აზრი იმის ნაცვლად, რომ არაფერი გააკეთოს. ისევ ამაზე უბრუნდები, ხომ იცით, კოლუმბიაში ჩატარებულ მჯდომარე აქციებზე. მართალია, მამდანი მაშინ ჯერ კიდევ მერი არ იყო, მაგრამ არაფრის თმა ხომ არ აუარესებს სიტუაციას. როგორ ფიქრობთ, ადგილობრივ ლიდერებს აქვთ მორალური ვალდებულება, რომ რაღაც თქვან? მაგრამ კი, დიახ, მე კი ფიქრობ ძალიან დიდ დახმარებას უწევს, როცა პოლიტიკოსები განსაკუთრებით ყველაზე გავლენიანი და თვალსაჩინოები ამ საკითხებზე პოზიციას აფიქსირებენ. პრობლემა რა თქმა უნდა არის ის, რომ ამერიკა ამჟამად უკიდურესად პოლარიზებულია და ისეთი საკითხები, როგორიცაა ისრაელი-პალესტინა, ძალიან გამყოფია და ადამიანები მათ სრულიად განსხვავებული პერსპექტივით უყურებენ. და ეს ართულებს პოლიტიკოსებისთვის, ორივე მხარეს, ამ ყველაფერზე მაღლა დადგომას. და პოზიცია დაიკავონ იმაზე, რასაც შეიძლება უწოდო, უნივერსალური წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ყველას ერთნაირი და თანაბარი უფლებები უნდა კონდეს. ესე რომ ცხადია, დღევანდელ ამერიკაში არსებობს პოლიტიკური მარცხი. იმ თვალსაზრისით, რომ რიტორიკა უკიდურესად პოლარიზებულია და ძალიან მცირეა სურვილი, რომ მეორე მხარეშიც ადამიანი დაინახო. და ეს არის პრობლემა, მაგრამ ეს ის არ არის, რისი კანონით დარეგულირებაც შეგიძლია. და შენ რას ფიქრობ? სხვათა შორის, ვამბობ, რომ ებრაულ საზოგადოებასთან მიმართებით ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. წარმოიდგინეთ, რომ კუკლუქს კლანის წევრები ნიუ-იორკში მოდიან, რომ გარკვეულ უბნებში გაიარონ ან ანტიგეი დემონსტრანტები, ან ვინმე სხვა. თუ სიძულვილი სხვა რომელიმე ჯგუფის მიმართ იქნებოდა მიმართული, გარდა ებრაელებისა, დემოკრატიული პარტიისა და ბევრი ლიბერალი ებრაელი ლიდერის მხრიდან მასიური რეაქცია იქნებოდა. მაგრამ როცა საქმე ებრაელთა საზოგადოებას ეხება, ყველაფერი ძალიან განსხვავებულია.
იცით, ეს ასეა. ხო, რაც შეგვიძლია, უნდა გავაკეთოთ მერთან ერთად. ბოლოს და ბოლოს. მოდი, ხო იცით, მერისგან დაფინანსება გჭირდება. ეს უფრო მნიშვნელოვანია. უნდა წავიდეთ Gracie Mansion-ში, ჩავეხუტოთ მათ და შევჭამოთ Chastain-ი, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა. მერთან ურთიერთობა აუცილებელია. მაგრამ ეს მერი რადიკალი ისლამისტია, რომელმაც თავისი $1,000,000-იანი ღიმილით უფრო მეტი სიძულვილი გააჩინა, ვიდრე ვინმე სხვამ, ვინც დღეს მე ვიცი. ის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადამიანია ამ ქვეყანაში. ორმადი სტანდარტი აქვს ებრაელების მიმართ. და ახალია, რამე ახალია. ეს ჩვენი ისტორიის ამბავია, მაგრამ ჩვენ ისევ გაიღვიძეთ ებრაელებო. უნდა ვიყოთ ძლიერები, უნდა ვიყოთ მტკიცეები, უნდა გვეამაყებოდეს და დიახ, ჩვენ გვიყვარს პოლიცია, მაგრამ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის დაცვა. იცით, იქნებ ჩვენ სველობით შევიდეთ სხვა უბნებში და ვნახოთ, როგორ იგზნობენ ისინი თავს და ჩვენს გამოვხატოთ ჩვენი გზნობები. იცით, რაც ახლა ხდება, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ ბზაზე მიგვიყვარს და ებრაული საზოგადოება ისეთი საფრთხის წინაშე დგას, როგორიც არასდროს ყოფილა. ასე რომ შეგვიძლია ვისაუბროთ პირველი შესწორების შესახებ. მოусმინეთ, პირველი რაც თქვი იყო ის, რომ არაფრის შეცვლა არ მინდა. რაც ამ ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის, სწორედ ეს დაცვებია. მაგრამ დანარჩენი ხალხის დაცვა რა იქნება? ხომ იცით, როგორ დავიცვათ უმრავლესობა, ვინც შეშინებულია, დაშინებულია, იხსნიან თავიანთ კიპებს, იხსნიან თავიანთ დავითის ვარსკვლავებს. UN ვფიქრობ, ვიცით, კამპუსის სიტუაციაზე ვსაუბრობდით. უნდა იყოს თუ არა კამპუსის პოლიცია, მასწავლებლები ან სხვა ადამიანები, ვინც მონიტორინგში დახმარება შეძლებენ და უფრო მკაცრ შეზღუდვებსაც გაატარებენ, ვიდრე მთავრობას შეუძლია კანონით. მოусმინე ემილი, კერძო უნივერსიტეტების საინტერესო კითხვას აჩენეთ, რადგან პირველი შესწორება მათზე არ ვრცელდება. არაფერი უშლის ხელს კოლუმბიის უნივერსიტეტს, ჰარვარდს ან სხვა კერძო უნივერსიტეტს შეერთებულ შტატებში, რომ მიიღონ სიძულვილის ენასთან დაკავშირებული წესები, რომლებიც არეგულირებს იმას, რაც კამპუსში ხდება. და გვინახავს კიდეც, როგორ ეჭიდავებიან უნივერსიტეტები ამ საკითხს, ვერსიტეტები ამ საკითხს. ესე რომ მათ არ აქვს პირველი შესწორება, როგორც დამცავი მექანიზმი, როგორც ეს საჯარო უნივერსიტეტებს ან მთავრობებს აქვთ. მაგრამ ვფიქრობ, რასაც ვისმენთ ამერიკული სისტემიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რამდენად ფართოა თავისუფლება და ვფიქრობ, ყველა ჩვენგანის აზრით, ამერიკულ მოდელში სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის პოლიტიკოსების საჯაროდ გამოსვლას. და Joe Hakendi, რა თქმა უნდა, მართალია, რომ მერი მამდანი და ყველა დანარჩენი უნდა იცავდეს ებრაელ ნიუ-იორკელებს, მაგრამ ისევ უბრუნდები და ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, მოგრძალებით, 1000-ობით მილის დაშორებით, 1000-ობით კილომეტრის დაშორებით. ნიუ-იორკში მსხოვრები ებრაელები მამდანის ვასალები არ არიან, რომ დაცვას შეევდებოდეთ. ვფიქრობ, სწორედ ამას გულისხმობს Joe Hakendi. მას უნდა უხელმძღვანელოს და დააწესოს საზღვრები იმისთვის, თუ რა ტიპის გამოხატვა ამისაღები და რა არის უბრალოდ კანონით დასაშვები. სიტყვა უნდა იყოს ნებადართული, პირველი შესწორების მიხედვით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისაღებია. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნორმად იქცევა. და იმის გამო, რომ ზორან მამდანის აქვს გავლენიანი პოზიცია, მას აქვს ძალა და შესაძლებლობა ამის გასაკეთებლად და საზღვრების დასაწესებლად. და ვფიქრობ, რომ შეგრძნება თითქოს მან ეს არ გააკეთა ისე რომ ებრაელი ნიუ-იორკელები. ყოველ შემთხვევაში, ძირითად საზოგადოებაში თავს კომფორტულად გრძნობდნენ და ეს დიდი ჩავარდნა. ეს ჩავარდნა სუდად აისახება მასზე. და სხვათა შორის ემილი, მას შეუძლია ეს გააკეთოს ისე, რომ არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოს იმ პოზიციებიდან, რაც ისრაელთან დაკავშირებით აქვს. მას არ სთხოვენ, რომ შეცვალოს თავისი პოზიცია ისრაელთან დაკავშირებით, როგორი უკიდურესიც არ უნდა იყოს ის. მას სთხოვენ, რომ მეტი გააკეთოს, რომ ებრაელ ნიუ-იორკელების გულებამდე მიაღწიოს და არა მხოლოდ თქვას, რომ დაიცავს მათ. კარგი დრო, თითქმის ამოიწურა, გვაქვს 30 წამი, რომ უპასუხოთ ამ კითხვას. უნდა გააკეთონ თუ არა კერძო ინსტიტუტებმა მეტი? პროფესორო, თქვენ დაიწყეთ. კი, ფიქრობ ერთ-ერთი რამ როგორც სწორად ითქვა, პირველი შესწორება არ ვრცელდება კერძო უნივერსიტეტებზე. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ კერძო უნივერსიტეტები, როგორიცაა Vanderbilt-ი, სადაც მე ვარ, ყველაზე უკეთ იმუშავებენ, თუ მიიღებენ სიტყვის თავისუფლების მტკიცე დაცვის პოლიტიკას. თუნდაც ისინი კონსტიტუციით იურიდიულად ვალდებულნი არ იყვნენ ამის გაკეთებაზე. რადგან თუ ასე არ მოიქცევიან, ხშირად ვხედავთ, რომ ისინი პოლიტიკები გამოიყენება ისე, რომ ზიანს აყენებს აკადემიურ თავისუფლებას, აზრების თავისუფალ გაცვლას. პრობლემა ისაა და აქ ვეთანხმები თვალსაზრის ორ პირობაზე, როცა ვნახეთ ის კონგრესის მოსმენა, სადაც ჰარვარდის პრეზიდენტები იყვნენ, MIT-ისა და Penn State-ის პრეზიდენტები მგონი და მათ კითხეს, იცით იცავს თუ არა თქვენი პოგენი პოლიტიკა. გენოციდს, იცით, გენოციდის ხარდაჭერას. და მათ რეალურად მისცეს. ეს ეხებოდა კონტექსტი, ხო? მათ სამართლებრივად გამართული პასუხი გასცეს. პრობლემა ის იყო, რომ ყველა მიცოდა, რომ იგივე სტანდარტებს არ იყენებდნენ, როცა საქმე ეხებოდა, იცით, LGBT საკითხებს
შავკანიან სტუდენტებს და ასე შემდეგ. ასე რომ ფიქრობ უნივერსიტეტებისთვის საუკეთესოა დაიცვან ძალიან ძლიერი სიტყვის თავისუფლების გარანტიები, თუნდაც იმ სიტყვებისთვის, რომლებიც შეიძლება ავიქმებოდეს როგორც სიძულვილის გამომხატველი და შეურაცხყოფელი, მაგრამ ეს უნდა გააკეთონ თანაბრად. და რა თქმა უნდა, მათ არ უწევთ ამ შეხედულებების მხარდაჭერა. იცით, ვანდერბილტის უნივერსიტეტი თუ ვინმე კამპუსზე მოვა და ძალიან რასისტულ ან ანტისემიტურ რამეს იტყვის, იცით, რექტორს არ უწევს ამის მხარდაჭერა. კი, სამთუხაროდ მას დრო შეუძლია გამოხატოს ამოგვეწურა. თავისი უთანხმოება. გმადლობთ ყველას, ეს ძალიან საინტერესო იყო. სამთუხაროდ დრო ამოგვეწურა, მაგრამ კიდევ ერთხელ გმადლობთ, რომ შემოგვიერთდით ამ ძალიან საინტერესო სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ყველას.